Talmudit თვითონ მაყურებლებო და მსმენელებო, დღეს მოგთავაზებთ ვიდეო ჩანაწერის თარგმანს თემით უკაცრავად სამედიცინო ლოგინების თუნდაც სამედიცინო სატოლების საიდუმლო ტექნოლოგიები. ნაწილი მესამე. როგორც მე თქვენ გითხარით წინა ვიდეოში ამ ვიდეოსთან დაკავშირებით, რომელსაც ძალიან დიდი ვიდეო არა, სხვა ვიდეოებიც იყო დიდი, მაგრამ მე მას ვამოკლედი. თავარი ამ მქონდა და აქ თითქმის ყველაფერი მთავარია. ამიტომ დღეს არის მესამე ნაწილი ამ ვიდეოს ამ თემასთან დაკავშირებით. მას დავიწყოთ. ხო, გუშინ ჩვენ დავასრულეთ ესე იგი ვიდეოს ბოლო ნაწილი იყო დაკავშირებული ტომოგავკებთან. ეს ტომოგავკები არის ვიდეო ვარსკვლავთა შორისო ხომალდები. ახლა ისე განახებთ, რომ გაგახსენდეთ თუ რაზეა საუბარი. მე საწოლებში შემეშალა. აი ეს არის ტომოგავკები, ერთი წუთით. ეს არის ტომოგავკები, საფრენი აპარატები, მათი უცხოპლანეტელების, რომელიც ნახეს მთვარეზე. ნახეთ? ამათ უწოდებენ ტომოგავკებს. და ამ ტომოგავკებით ხდება ძალიან სწრაფი გადაადგილება. ამას ყვება ილიანა. ახლავე იმ პირებს განახებთ, ვინც ამ შოუში მონაწილეობს. მთავარი არის ჯეიმს რინკი, ერთი წუთით. აგერ ზევით არის ჯეიმს რინკი, შუაში ქალბატონი ილიანა და ქვევით ჯონ დერილიუსი. ილიანა ამბობს, რომ ეს ხომალდები გავს ბუმერანგის ეფექტს. ხო და ჯეიმს რინკი ახსენებს, ეკითხება ილიანას, ამ ტომოგავკებსო, უცხოპლანეტელების გამოშვება კი არ ყოფილა ის ტომოგავკები. თურმე ამ ტომოგავკებს უშვებს ამერიკა, წარმოიდგინეთ, ამერიკული კორპორაცია, კოსმოსური კორპორაცია. მე გამიგონდა და მე მეგონა უცხოპლანეტელების გამოშვება. ანუ ამ ტომოგავკებს მას ეწოდება ამ აპარატეს, ფრენავ აპარატეს, აწერია ტომოგავკ. ისა ინგლისურად. ხო. თქვენ არ გაგიკვირდათ? მე ძალიან გამიკვირდა. ხო და ეს წარმოებელი, ვინც ამ ტომოგავკებს უშვებს, არის ამერიკის სამხედრო ჯარი, ისევე როგორც კოსმოსური კორპორაციები და ასე შემდეგ. ხო. ესე იგი, როგორც პლანეტარული კორპორაციები, ეს არის ამერიკის სამხედრო საჰაერო საზღვაო ფლოტი. და ილიანა ამბობს, რომ ყველა კომპანია, ვისაც უნდა რამეს მიაღწიოს კოსმოსში, კორპორაციები ადლევენ საშუალებას დედამიწის გაერთიანებებს სავაჭრო კომპანიებს შეთანხმებას მოაწერონ ხელი და ისინიც გაწევრიანდნენ ამ პლანეტარულ კორპორაციების პროდუქციის გამოშვებაში. და ამ ერთ კომპანიაში შეიძლება გაწევრიანდნენ სხვადასხვა ეროვნების წარმომადგენლები, სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენლები, რომლებიც გაერთიანებულ არიან და მუშაობენ ერთად ამა თუ იმ პროექტზე. და ზუსტად ამდაგვარი თანამშრომლობით და ამდაგვარი საქმიანობით არის დაკავებული პლანეტარული კორპორაციები. ასე რომ ილიანა ამბობს, რომ აქ საუბარი არ არისო ერთ-ერთ ქვეყანაზე და ერთ-ერთ ერზეო. აქ არისო საერთო ჯამში მოყოლილი ყველა ქვეყნები და ყველა ერები. ხო, ბევრი ქვეყანა უერთდება ერთმანეთს კოსმოსურ საკითხებთან დაკავშირებით, რომ ერთიანად, ერთი ძალით მოხდეს ამა თუ იმ პროექტის პროგრამის განხორციელება. და ეს ყველაფერი ეხებაო იმ კოსმოსურ შეთანხმებებს, რაც ხდებაო კოსმოსში.
იგივე არტემიდის ხელშეკრულებები. არტემიდე ეს არის კოსმოსური galaktika. Planetarული კორპორაციები ფლობენ მრავალი ბაზებით მარსზე. აგრეთვე მათ აქვთ რამდენიმე ბაზა მთვარეზე, მაგრამ მთვარის ბაზები არ ეკუთვნიან მუსს. მუსი ეს არის კომპანიის შემოკლებითი სახელწოდება. სამწუხაროდ ვერ გაგიშიფრავთ. იმიტომ რომ ილიანა ამბობს ინგლისურად შემოკლებულ ასოებს და ახლა ეს როგორ იქნება რუსულად მე ეს ვერ გავიგე მუსი. რუსულად მუსია, მაგრამ ისი სახელწოდება ამას მე ვერ გავშიფრავ. რაღაც კორპორატიული კოსმოსური კორპორატიული დასახელება. ხომ ჯეიმს რიკმა მადლობა გადაუხადა ილიანას და შეთავაზა მათ ისევ დაბრუნებოდა თემას დაკავშირებულს შემოსავლის აღებასთან ბჭყალებში. ანუ ადამიანების გადასვლასთან დაკავშირებით. როგორ მოხდებაო? ანუ როგორ ეხმარებაო მეხსიერების წაშლა უსაფრთხო ორგანიზაციებს სააგენტოებს, რომლებიც დაკავშირებული უსაფრთხოებასთან, ქვეყნის უსაფრთხოებასთან დაეხმარება იმ სამოქალაქო პირების მოწვევაში 20 წლიანი მისიებში მონაწილეობის მისაღებად. დამსახურების შემდეგ ისინი ისევ გადააკეთებენ ამ პირებს, რომ ისევ ახალგაზრდად გამოიყურებოდნენ. ანუ ჩაუტარებენ ასაკობრივ რეგრესიასო. და დააბრუნებენო იმ დროში, რა დროიდანაც ისინი აიყვანეს და წაიყვანესო. SSP-ში თანამშრომლები, რომლებიც ყავთ, არიან 34 წლამდე. და თუ თქვენ უმატებთ ამ ასაკს უფრო სასაკამდე, ისინი ხო ესე იგი ახალგაზრდებს თუ უკეთებენ ასაკობრივ რეგრესიას გაზრდაში, თუ უნდათ რომ უფრო მეტად გამოიყურებოდნენ, ეს ახალგაზრდა პირები ითვისებენ უფროსი თაობის მოქცევებს. ხომ გესმით ჩემი? ხო არის ესეთი მისიები, სადაც უფროსად უნდა გამოიყურებოდეს პირი. და თუ ეს ახალგაზრდა პირია, მას უმატებენ ასაკს და მან უნდა ითვისოს უფროსი ასაკის პირის მოქცევები. ასეც ხდება. და ამიტომ მათ უნდათო რომ ადამიანები დარჩნენო ასაკით 35 წლიდან და ზევით. და არ უნდათ რომ დედამიწის მოსახლეობა იყოს ახალგაზრდული. ეს მათ არაფერში აწყობთ. რატომ? რადგან თუ დედამიწის მოსახლეობა იქნება ახალგაზრდა, ასაკობრივი ხნის დონე იკლებს. ხო და ჯეიმს რიკი ამბობს, წარმოიდგინეთ ახლა დედამიწა თუ გადაიქცაო 25 წლის ასაკის სავსე მოხუცებითო. ხო? სინამდვილეში წლოვანებით ხო ისინი მოხუცებად ითვლებიან ფიზიკური, ესე იგი იმ წლების დათვლით, რამდენი წელი მაგათმა იცოცხლეს, მაგრამ გამოიყურებიან როგორც 25 წლის ახალგაზრდა ბიჭები. ეს მათ არ აწყობთ ამ კორპორაციებს. ხო და მაგ დროს 1960-იან წლებში, რომ გაახალგაზრდებინათ, საჭირო იყო 1 კვირა. და 1 კვირა ჭირდება, რომ უკან დააბრუნო სიბერე 7 წლით უკან. 7 წლით უკან რომ დააბრუნონო, საჭიროა დრო. არ ვიცი, შეიძლება ახლა მათ აქვენ ტექნოლოგიები, უფრო წინწასული განვითარებული ტექნოლოგიები, რომლებიც აჩქარესო ამ პროცესს.
ესე იგი ამ გაახალგაზრდავების პროცესს. მაგრამ ასეა თუ ისეაო, ამბობთ ჯეიმს რინგი თქვენ მოგიწევთო იმ პრეპარატების მიღება, რომელიც ჩვენ ვახსენეთო ადრე ვიდეოს დასაწყისში. ხო, მე მგონი წინა ვიდეო თუ პირველ ვიდეოში არა, წინა ვიდეოში იყო ამ პრეპარატებზე საუბარი, რომელიც მე ავტვირთე ბოლოს. ამ თემასთან დაკავშირებით, რომლის დახმარებით თქვენ შედიხართ სტაციის პერიოდში, მაგრამ თქვენ ამ დროს არ გძინათ, უბრალოდ თქვენი ორგანიზმი იქნება კომაში. ერთგვარიან კომაში, როგორც თქვა ჯეიმს რიკმა იმ ვიდეოში. ხო, მათ არ უნდა თქვენ რომ მიმოძრავოთ, ასე რომ უსაფრთხო სამსახურის აგენტს, ესე იგი, უსაფრთხო სამსახურის აგენტი თუ 60 წელს გადაცილებულია, მას სჭირდება რამდენიმე კვირის განმავლობაში უმოძრავო მდგომარეობაში ყოფა. მოუწევს. უბრალოდ მას აიძულებენ წამ პრეპარატების დახმარებით იმყოფებოდეს უმოძრავო მდგომარეობაში. რომ ხელი არ შეუშალოს ამ პროცესს. ამ კაცმა რომ ხელი არ შეუშალოს ამ პროცესს. რომ მაგალითად პაციენტის იმ პიროვნების, რომელიც ყავთ სტაზიში, რომ მაგამ არ შეუშალოს ხელი არ მოძრაობენ ზედმეტი ყვირილით ან კიდე რაღაცით. ხო, მათ ხომ აძლევენ საჯილო პრეპარატებს, ისეთ პრეპარატებს, რომელიც გაუმძლევრ მდგომარეობაში ამყოფებთ მათ. კაფსულები შეიცავენ ნეიტრალურ თხევად აირებს, რომლებიც სტიმულირებას უკეთებენ ნერვულ სასიცოცხლო პროცესებს, რომელიც ეხმარება ორგანიზმის ტონუსს, როგორ გითხრათ, რომლებიც ეხმარებიან ორგანიზმს ნერვულ სისტემას იყოს ტონუსში. ილიანა ამბობს, რომ ჰოლოგრაფიულ კაფსულებში არა იმის საჭიროება მიიღოს საძილე პრეპარატები, მიაღებინონ იმ ადამიანს, ვინც კაფსულაშია საჯილო პრეპარატები. კაფსულებს აქვთ თავიანთი თხევადი აირები. ამ თხევადი აირების დახმარებით კაფსულა აკავებს ადამიანს სტაზის მდგომარეობაში. თქვენ არ ჭირდებათ ამ კაფსულაში მწოლიარე პიროვნებისთვის მიცემა რაღაც პრეპარატებისა, რომ ისინი დაადგინოთ. ეს ადამიანები, პიროვნებები, რომლებიც იმყოფებიან კაფსულაში, ცურავენ თხევად, უბრალოდ ცურავენ სითხეში თხევადი აირებისა. იქ ერთი აირე არა, იქ რამდენიმე აირია. ჰოლოგრაფიული სამედიცინო საწოლის შიგ დაბერების პერიოდში. ჯეიმს რინგი ეკითხება, შეუძლია თუ მაგალითად ბავშვის ასაკამდე დააბრუნოთო ადამიანი. ილიანა პასუხობს, რომ არა, მართლა ასე არ იქცევიანო. რადა ეს უდრისო ნამდვილ დანაშაულს. რადგან თუ ასე მოიქცევიანო, თუ ადამიანს ბავშვის ასაკამდე დააბრუნებენო, ეს არისო დანაშაული კაცობრიობის წინაშე. თქვათ ასე კიდე შორს არ უნდა შეტოპოს ადამიანმა, ადამიანი უნდა იყოს გონიერი, თქვენ არ შეგიძლიათ თუ ისევ ბავშვად იქცეთო. თუ თქვენ იყავითო 14 წლის, როდესაც გაგიტაცენო, ზუსტად ამ დროის ასაკს უნდა დაუბრუნდეთ თქვენ წარსულში, რა დროიდან გაგიტაცეს. რადგან თქვენ არ იყავით ჩვილი ბავშვი, როდესაც გაგიტაცენ. ის ადამიანი, რომელიც გაიტაცეს ბავშვობაში, მაგ ადამიანს ვერ დააბრუნებენ ჩულ მდგომარეობაში, იმიტომ რომ მაშინ მშობლები უნდა იყვნენ სხვა ასაკის, უფრო ახალგაზრდები უნდა იყვნენ, ხო? და ჩულ ბავშვის სახით უნდა დააბრუნებენ, ვის უნდა დაუბრუნონ ბავშვი. ჩვენი ბავშვი ხო არ ფლობს გონიერებით და ემით, ის არის სულთა, სულის პატრონი. და როდესაც ბავშვი დაცებენ რაღაც ასაკში, ასე თუ ისე ის მას აქვს ცნობიერება, გონიერება, მშობლებიც საჭირო ასაკში არიან, ხო? და ისე როგორ გამოვა, ვის უნდა დაუბრუნდეს ჩვენი ბავშვი, თან ეს ძალიან დიდი დანაშაულია კაცობრიობის წინაშე და ამაზე არავინ არა წამსვლელი, რაც არ უნდა ცუდი პიროვნება იყო.
ილიანა ამბობს, რომ არისო კიდე ერთი ფრაქცია, სახელწოდებით დროის ფრაქცია, დროის მმართველები. ხო და ეს დროის ფრაქცია აკონტროლებს ყველა ექსპერიმენტებს დროსთან დაკავშირებით და ისინი აგრეთვე აკონტროლებენ ამ ასაკობრივ რეგრესიას, რომ ვინმემ რამე არ ჩაიდინოს ისეთი, რაც უადგილოა და რაც დანაშაულს უდრის. ისინი არ მიცემენ იმის ცნებას, რომ მაგათმა რამე ამდაგვარი ჩაიდინო. იმიტომ რომ ჯერეთი, ახლა მე კიდევ ჩემ ასასაც დავამატებ, სხვა წყაროებიდან გამომდინარე. მაგალითად, ერთ ვიდეოში მე მოგიყოლეთ მაგალითი, რომ გერმანელებს მისცენ დრო, რომ გერმანელებმა დატოვონ 200 ღრუბლის გახმა ტერიტორიები კოსმოსში და დააბრუნონ თავისი ხალხი ყველა 200 ღრუბლის შიგ, მზის სისტემის შიგ. ხო, მზის სისტემა 200 ღრუბლის შიგნითაა. 200 ღრუბელი უფრო იქეთაა, მზის სისტემის იქეთ ცოტა გახმა უბრალოდ და მაგათმა ამ დროის პოლიციამ აუფეთქა პლანეტა, სადაც დაიღუპა მილიარდი ადამიანი. კი, მე მათ მისცენ რამდენიმე გაფრენის უფლება წარსულში, არ ვიცი დამთავრდა თუ არა იმ ხალხის გადარჩენა, მაგრამ მე ვიცი ზუსტად პენის ნათქვამიდან, რომ 500,000 ადამიანის დაბრუნება შეძლეს. ხო, დრაკონელებმა ასისხეს ხომალდები. და ამდაგვარი კონტროლი ხდება ყველგან. აბა წამოიდგინეთ ახლა თქვენ იმდენი მანქანა, ტელეპორტი, ტექნოლოგიები ისეა განვითარებული დროში მოგზაურობასთან დაკავშირებით, ვინმემ რომ მოინდომოს ახლა ნებისმიერმა წარსულში უკან დაბრუნება და ყველა ადამიანი თუ დაბრუნდა უკან და რაღაც შეცვალა წარსულში, მაშინ მოხდება ქაოსი და ამის გაკეთება არ შეიძლება. კი, წარსულში ბრუნდებიან რაღაცის შესაძლებლად იმ დროს აძლევენ ამის უფლებას და ეს ხდება შეთანხმებულად, თუ საჭიროა, თუ საქმე ეხება კაცობრიობის გადარჩენას, დედამიწის გადარჩენას და ეს ხდება ახლა. რასაც ამბობს, მე თქვენ ბევრი ვიდეო მოგაწოდეთ ქართულად გადათარგმნილი, ელენა დანაანისი, ის მას ბევრჯერ ახსენები, რომ ჩვენ ახლა გადავაგდეთ დედამიწის დროის ხაზი ახალ ხაზზე, დედამიწა გადავაგდეთ დროის ახალ ხაზზე, სადაც ნაკლებად უნდა მოხდეს ეს გლობალური კატაკლიზმური კატასტროფები, ომები, ატომური ომი და ასე შემდეგ. ხო? ხო, ამას უშვებენ. რაღაც გამონაკლისი სახით თუ საუბარი მიდის გადარჩენაზე კაცობრიობის და დედამიწის. მე თქვენ აგრეთვე თვითონზე მაქვს ნათქვამი, რომ ყოველი ადრე ბევრჯერ ხდებოდა ამ შემოსავლის აღება ადამიანების, ესე იგი განწმენდა და ადრე ესე იგი იღებდნენ რაღაც ცივილიზაციას, ეხმარებოდნენ მათ განვითარებაში და ეს ცივილიზაცია, როდესაც განვითარდებოდა, მიაღწევდა პიკს, ამ ცივილიზაციას იღებდნენ. შემოსავლის აღება ეწოდებოდა ამას. და ეს ჩვენი თვალსაზრისით ჩანს როგორ გიხართ ერთი წუთით საჭირო სიტყვა და მავიწყდა. ეს ჩვენ გონიათ, რომ ეს არის ცივილიზაციის წინაშე დანაშაული. მაგრამ ახლა თქვენ როგორც დედამიწის თვალსაზრისიდან კი არა, აი კოსმოსი მჯდარი პიროვნების თვალსაზრისით, თქო ხომ ბევრ თქვენგანს ახლა როგორც ინტერნეტი გამოჩნდა უთამაშია თამაშები. ხო, ბევრი თამაშებია. კომპიუტერული თამაშები, ხო? სადაც კლავენ, სადაც, ამდაგარი რაღაცები ხდება. თქვენ ხომ არ გეცოდებათ იქაური გმირები, ხო? იმიტომ რომ თქვენ ამას უყურებთ როგორც თამაში, ხო? და ახლა თქვენ წარმოიდგინეთ ამ გმირების ადგილას, რომელსაც კლავენ, ვართ ჩვენ კაცობრიობა.
როდესაც ჩვენ გვეხება, ეს არ ადამიანურია, ხო? მაგრამ ეს არის თამაში მათთვის. ჩვენ სულები კი არ ვხვდებით, კი ჩვენ ტრამეს ღებულობთ, რასაკვირველია. ეს იმასეა დამოკიდებული, თუ სული რომელ ავატარშია მოხვედრილი და ეს ავატარი როგორ პირობებში ცხოვრობს და ეს ავატარი როგორი მშობლების ხელში იზრდება და ამ ავატარს ვინ ყავს გარშემო, როგორი ნათესაობრივი კავშირები აქვს, ხო? ან შეიძლება თქვათ ისეთ სიტუაციაში მოხდეს, სიკვდილი ერჩევნოდეს იმ მომენტში ცხოვრებას. იცით რა, ზოგჯერ ავატარი თვითონ თანხდება, ავატარი არა, სული თვითონ თანხდება ასეთ პირობებში დაბადებას. და ჩვენ, როდესაც ვხვდებით, ჩვენ უწოდეთ ამას სიკვდილს, თორემ ეს სიკვდილი კი არა, ეს არის მიწერი პლანიდან წასვლა. განსახიერება ქვია, განსახიერებიდან გამოსვლა ქვია ამას. ხო, რამე კიდევ დავამატო. ავიღოთ იგივე ქათმები. ქათმებს ვდით, წიწილებს ვდით, ვიარსებით, ვეფერებით, სიყვარულებით, იგივე საქონელს, მაგრამ როდესაც რომ მოდის დაკვლის, ოჯახში იკლება მშვენივრად, პუტავთ, მშვიდად და ჩვენ, არა, მე ამას კი არ ვკითხულობ, მე უბრალოდ ტელეფონი ისა ითიშება, ბნელდება, დიდხანს არ უყურებ და ამიტომ არ მინდა გამეთიშოს და ხოლმე უჭერ სორულია, უჭერ რომ აინთოს. ხო და საჭირო დროს რომ ძო არ დაკარგო, უცებ ჩავთო. ხო. თორე ტელეფონი ახლა არ მაქვს მე ის ჩართული ვარ, მიყენია იმ მომენტზე, სადაც გავჩერდი. და წამოგიდგენია საქონელს ყელს ჭრიან, ხო? გონია რომ ის კვდება. როდესაც საქონელს ყელს ჭრიან, მე მაქვს ერთ ვიდეოში ნათქვამი. ის არ კვდება უცებ. თუნდაც ადამიანი იყოს. დახრჩობით კვდება, მაგრამ ყელის გამოჭრით არსება არ კვდება უცებ თურმე. ის იხჩობა მის სისხლში რამდენიმე წუთი, რამდენიმე წამი. ის ხედავს ყველაფერს. ის გაიაზრებს, მას აქვს იმდენი დრო, რომ მან გაიაზროს თუ რა ხდება. ის ხედავს მის სხეული როგორ კიდია, უთავო, როგორ უტავენ, როგორ აშორებენ ბალანსს. ის იხჩობა თავის სისხლში. მაგალითად მე ბევრჯერ მყავს ქათამი მოკული. ქათამზე ბევრჯერ მაქვს თავი წანახლელი. მაგრამ იჭირდა. ერთხელ ცოცხალი თევზი ვიყიდე სტუდენტობის დროს. ახლა ნანობ. ცოცხალი თევზი, რა ცოცხალია თევზი ცოტა ხნის მერე მოვიდა, მაგრამ იქ რო ჩამყარე ის მე კრანჩი. რაგვინაში. სამზარეულოს რაგვინაში და წმინდა დახტოდა. და საერთოდ მე თავები არ მიყვარს. არ მიყვარდა უფროსურად არასდროს. ახლა არ ჭამე, არც ხორცს ვჭამ, არც თევზს ვჭამ. ხანდახან კვერცხს შევჭამ. სანამ გულისხმის შეგრძნება არ დამეწყება, მე რაღაც პერიოდით ისე ვატიებ. და კვერცხს ჭამაში, როდესაც ორგანიზმი ახალში მეკითხები და იქ ხორცი მოინდომოსო, არა. არა, იმიტომ რომ ხორცი ახლა თუ ნახე ინტერნეტში, ვოჭამე ხორცს და ნეტყი წამოვიდეს, მაგრამ არა. ეს აწამავია თან მე მოსმოვნელებას ამ პრობლემები მაქვს და ყველა პროდუქტები მივატოვე, რაც კი ხელს უშლის ჩემი კუჭის მონელებას აფერხებს. გადამუშავება უჭერს.
შეჭიანების გაკეთება მივატოვე. უკუჭე არ დავწვევთო. და წამოიქმნა ხა თქვენ. ეს არის თამაში, კომპიუტერული თამაში. მაგრამ რომლის მონაწილეები არიან ჩვენი ასპექტები. შეიძლება მე ვარ ახლა ამ სხეულში, ამ ავატარში, მაგრამ ჩემი კიდევ რაღაც რატომ და აქ მატერიალურ სამყაროშია დროთორე სული ეკუთვნის უდროულ სამყაროს, სადაც დრო არ არის და სულ შეუძლია იყოს დროულად რამდენიმე ადგილას, ასე კიდე ხდება, რომ ერთ სულს აქვს რამდენიმე ასპექტი, რამდენიმე ავატარი. კარგი, მოდი ახლა ჩვენ გავაგრძელოთ. ოდეილიანა ამბობს, რომ როდესაც რომ მიიყვანონო ასაკობრივი რეგრესია ჩვილ ასაკამდე ჩვილ ბავშვს ხომ მოვლა უნდა, ხომ მასეც რომლა უნდა და ჩამოიყალიბებული ადამიანზე, რაც არ უნდა ფსიქიკური ნერვული მოშლობა ქონდეს, მას აჭირდება სპეციალური ზრუნვა, სპეციალური მოვლა, რადგან ის არის უკვე სრულ სულიად ჩამოყალიბებული უკვე ადამიანი, მოზრდილი ადამიანი. ხო, ილიანა ამბობს, ის კი არა, ზედმეტზე საჭირო სიბერში ჩაგდებათ არ შეიძლება ადამიანის. ესეც კანონის საწინააღმდეგო არისო. იმიტომ რომ ყველა პროცედურები და ოპერაციები უნდა ტარდებოდესო ეგრეთ წოდებულ დაშვებულ როგორ გითხრათ წესებში დაშვებული წესების მიხედვით. როდესაც 1970-იან წლებში დაიწყეს კლონირება ადამიანების, მაშინ თურმე ბავშვობის პერიოდში უკეთებდნენ კლონირებას და შემდეგ ამ კლონს ზრდიდნენ. ბოლო დროს კი პირდაპირ ადამიანებად თვითონ იმაში სპეციალურ აპარატურებში ადამიანებად ზრდიან და შემდეგ გამოყავენ მზა ადამიანები, მაგრამ მაშინ 1970-იან წლებში აგერ განახილეთ ახლა მე თქვენ ბავშვის ვაიდედა სად არის აგერა ბავშვს ხომ ხედავთ ხო შემდეგ უკვე ამ ბავშვებს სდიდნენ და მათ ჰქონდათ პრობლემა თუ როგორ სწრაფად უნდა გაეზარდათ ეს კლონები სწრაფად უნდა გაეზარდათ არ უნდა დრო დაეკარგათ დაელოდათ, როდის გაიზრდებიან ეს პატარა ბავშვები დიდებად, ხო? ანუ მათ არ უნდა დათულოდინი, ამბობს ჯეიმს რინკი. ხო, საქმე იმაში იყო თურმე, რომ ეს ბავშვები ბერდებოდნენ ძალიან ჩქარა, კლონირებული ბავშვები, მაშინ. როდესაც კლონირება იყო ახალი დაწყებული და ისინი ეძებნენო მეთოდებს, როგორ უნდა შეიჩერებიათო ეს ჩქარი დაბერება. მაგრამ სარეგენერაციო აუზების მეშვეობით კლონის შექმნა შეიძლებოდა რამდენიმე საათში. ხო და მასეთი კლონი, როგორც ჩამოყალიბებული სხეული შეიძლებოდა უბრალოდ კლონი, რომელიც ამ რეზერვუარში იზრდებოდა, შეიძლება გაიზარდათ ეს კლონი ჩამოყალიბებულ ადამიანის სხეულად. შემდეგ სული ცნობიერება, უბრალოდ სულისა, სული ცნობიერება ეს ენერგია შეიძლება შემდეგ ეს სული გადაგეტანა კლონში. ხო, ასე კეთდება. ორიგინალ სხეულს არავინ არ უშვებს დავალებებზე ნაკლებად. უშვებენ კლონირებულ სხეულებს. ხო, ილიანა ამატებს, რაც ეხება სულებს, თქვენ შეგიძლიათო გადაიტანოთო ერთ და იგივე ადამიანის სულიო, ანდა შეგიძლიათო სხვადასხვა ადამიანის სული ჩადვათ კლონში. და როგორ კეთდება ეს გადატანა? სულს ათავსებენ ელექტრომაგნიტურ კონტეინერში და სული ინახება სხეულში, სხვა ადგილას, რეზერვუარში, რეგენერაციის რეზერვუარში ან სტაციონარ კაფსულაში. და როდესაც სული უკვე მზადაა გადასატანად, ისინი იყენებენ ჰოლოგრაფიულ ტექნოლოგიას და წარმოადგენენ ეს ტექნოლოგიები წარმოადგენენ ელექტრომაგნიტურ სისტემას,
მთელი ეს ელექტროდენი, მთელი ეს ენერგია ეხმარება სულს გადავიდეს ახალი კლონის სხეულში, ახალ ავატარში, ახალ ადამიანურ კიბერნეტიკულ სხეულში, რადგან ამ ტექნოლოგიის დახმარებით თქვენ შეგიძლიათ გამოიყენოთ სხეულების სხვადასხვა ტიპები. რადგან არსებობს სხეულების სხვადასხვა ტიპажი, ხელოვნური სხეულების. თქვენ შეგიძლიათ გადაიტანოთ სული ელექტრომაგნიტური პროცესის დახმარებით და სული შეერთებულია ჰოლოგრაფიულ ტექნოლოგიას და ამდაგვარად ხდება სულის გადატანა სხეულში. ხო, ახლა ჯეიმს რიკი გადავიდა თემაზე პროგრამირება, სულის პროგრამირება. და ამბობს, რომ მოგონებები არ ინახებაო თქვენ ტვინში, ადამიანის ტვინში. სინამდვილეში თქვენი ტვინი გავსვოთ ცენტრალურ პროცესორს, მოკლე ასთა ფორმები ეწყობიან თქვენ მენტალურ სხეულშიო, რომელიც არისო განლაგებული მიახლოებით 3-6 ფუთის მანძილზე ჩვენი ფიზიკური სხეულის გარშემო და გადასცემენო ვიბრაციებს თქვენ გვეცნობიერებაში. ამდაგვარად ადამიანებიო, რომლებიც გავლარიანო მეცნიერებს ან გენიოსებსო, შეუძლიათო გამოიყენონ უფრო შორითი დაკვრების პროსტორად შეუძლიათო გამოიყენონო შორი დაკვრება. ამდაგვარად ამ შორეული დაკვრების დახმარებით მათ შეუძლიათ დააკვირდეს ნებისმიერ მეხსიერებას, რომ მეხსიერებაზე უნდა დაკვრება. მოგონებებზე უბრალოდ. მოგონებებს აკვირდებიან შორიდან. მაგრამ ადამიანები, რომლებსაც აქვთ დაბალი IQ, ასეთი უნარებით ნაკლებად ფლობენ. და ხანძლივი მეხსიერება ეს აგრეთვე არის ხანძლივი დამუშავება, რომელმაც უნდა იმუშაოს კარგად, დაუბრკოლებლად. მაგრამ ხანძლივი მეხსიერება შენახულია აკაშის როგორ გითხრათ, აკაშის თქვა და ასე მეხსიერებაში. ეს აკაშის მეხსიერება განლაგებული ასტრალურ დონეზე. ეთიკური და ფოტოგრაფიული მეხსიერება უნარი შესაძლებელია საკმარისი აქტივაციის დროს ეფირული დნმ-ისა, რომელიც შეერთებულია აკაშის უნივერსალურ ენერგეტიკულ ველთან. და ჯეიმს რიკი ამბობს, რომ ის მოგონებები, რომელიც ინახებაო თქვენ ჰოლოგრაფიულ აურაში, ატარებენო თავის მეხსიერებას და თუ თქვენ სიმბოლურად, სიმბოლური მაგალითი მოყავთ, გაჭირთო თქვენ აურას, მაგალითად ჰოლოგრამას გაყოფთ ორად, გაყოფთ შუაზე, ტრამვის მეშვეობით, რაც სინამდვილეში ძალიან ცუდი მეთოდია და ამ ტრამვის დახმარებით აკეთებენ საიდუმლო კონსტრუქციულ პროგრამაში, პროექტებში, იქცევიან ამდაგვარად ტრამვას აყენებენ ადამიანს შეგნებულად და ამას აკეთებენ იმიტომ, მაშინ თუ უნდათ მიიღონ ჰოლოგრაფიული მეხსიერების 2 ასლი. მაგრამ ამ დროს იქნება ნაკლები წვრმანები. ტვინს ეხსნებათ სტომა ამ მოგონებებთან დაკავშირებით, რიტმიკული სიხშირეების დახმარებით, რომელიც იქნება მოზრეჩოქში. მე ხა დავიწყებ ზემნოს თუ ეს არის, თუ გაინტერესებთ თქვენ თვითონ მოდებნეთ, მოზრეჩოქი არის განლაგებული აქ შუაში, ტვინის შუაში. არა, ის არ არის ეპიფიზი, მესამე თვალს უწოდებენ. არა, მოზრეჩოქი ცალკე ორგანოა, პატარა ორგანო, ტვინში განლაგებული. ესე იგი, სხვადასხვა მოგონებების აღსანიშნავად გამოიყენება სხვადასხვა სიხშირეები. შემდეგ ტვინი აკეთებს დეკოდირებას და გადაკოდირებას თავიანთი მოგონებებისა
ინფორმაციის სამოსაღებად და თავის ტვინის ტრავმებს შეუძლიათ ამ დეკოდირების უნარის დარღვევა, მაგრამ დატოვოს სხვა დეკოდირები, ხელუხლებელი და ზუსტად ამგვარად იქნება სისტემა MDT. ყოველი პიროვნებისთვის იქნება ამნეზიის სპეციალური კედლები და მეხსიერების ასადენად იყენებენ საჭირო კოდები ან უпроსტად იყენებენ საჭირო კოდებს ან ხმოვან ბგერებს, ხმოვან სიხშირეებს და ჯეიმსთან კი მიმართავს ილიანას, რომ მე ვიცი რომ თქვენ გქონდათო გამოცდილება, ამდაგარი გამოცდილება კიბერნეტიკაში და საერთოდ თქვენ პრაქტიკაშიო, ლაბორატორიებშიო. ილიანა ამბობს, რომ მე არასდროს მქონიაო პრობლემები ჩემ პიროვნებასთან დაკავშირებით, კი მათ უნდოდათო, მაგრამ მათ არ გამოვიდათო ჩემი პიროვნების გატეხვა. მე ვიყავიო ყოველთვის ერთი პიროვნებაო. მე ვარო ერთი რთული პიროვნება, რომელსაც გამაჩნდაო ბევრი ესე იგი გამოცდე, არა, ნერვიულობა, რაღაც პრობლემები, რაღაც როგორ თქვა, პერეჟვანია. ხო, რა ვერ გავიხსენე ეს სიტყვა. მე არასდროს არ შევდივარ მეორე სხვა ალტარშიო, რომელიც ეუფლება ჩემს სხეულსო. მას ეჭირსო პენი ბრედლის, პენის ხალს ალტარებიო და ის ცდილობს ისე მოიქცესო, რომ ეს არის შესამჩნევი, როდესაც ამდაგვარი რაცხა ხდებოდესო. მაგრამ ილიანა ამბობს, რომ მე არასდროს ყოლეაო ალტარები სხვადასხვა სახელებითო, სხვადასხვა პიროვნებებითო, მე რჩებოდიო ჩემ ილიანად და მე ვასრულებდიო სხვადასხვა სამუშაოს საიდუმლო კოსმოსური პროგრამების ფარგლებშიო. მე მუშაობდიო კიბერნეტიკის ლაბორატორიებშიო, მე მუშაობდიო საინფორმაციო ცენტრებში, მე ვიყავიო დაკავებული ნეირო სისტემის კავშირებით, მე აგრეთვე ვეხმარებოდიო ნეირო სისტემის ახალი ტექნოლოგიების დამუშავებაშიო, დისტანციური პილოტირებისთვისო, სხვადასხვა ნეირო კოსმოსური ხომალდების სამართავათო. ზუსტად ამითო ვიყავიო დაკავებული მე ბნელ შავ ფლოტში უпроსტად. მე აგრეთვე გავიარეო მომზადება დაქირავებული მკვლევის რანგში. მე ბევრი რამეთ ვიყავიო დაკავებული კოსმოსური პლანეტარული კორპორაციებში მთვარეზე, აგრეთვე შავ ფლოტშიო. კი, ჩემ პიროვნებაში არისო ბევრი სხვადასხვა ფენა, მაგრამ ეს მას არ ნიშნავს, რომ მე გვყავსო სხვადასხვა ალტარები. მე ვარ ერთი პიროვნებაო სხვადასხვა ფენებითო, მაგრამ არა სხვადასხვა ალტარებითო, როგორც პენი ბრედლისო. ილიანა ამბობს, რომ მე ვარ ძალიან ჯიუტი ადამიანი, მე ისეთი ძლიერი ნებისყოფა მქონდა, რომ მე ვერ გამტეხესო, ვერ დამაკუცმაცესო, ვერ დააკუცმაცესო ჩემი პიროვნება. ხო, ილიანა ამბობს, რომ კი, ხანდახან მე მუშაობდიო გუნდურად, მაგრამ უფრო ვიყავიო დაკავებული ჩემი კიბერნეტიკული გამოკვლევებითო. მე მუშაობ ხარისხიანად მაშინ, როდესაც მუშაობ მარტო კონტროლის გარეშე, ვინმე თუ ზურის უკან მადგასო თავზე, მე ვერ ვაკეთებო ჩემს სამუშაოს, ამიტომ დღემდე მასე მუშაობო. მათ ვერ შეძლოთ ჩემი ენერგეტიკული ველის დაშლა. ჩემი ტვინიო ცუდად ექვემდებარებაო სხვა პროექტებზე გავლენას, ამიტომ მე ჩემი მოგონებები ისე მიბრუნდებაო რამდენიმე დღეში. ამიტომ მე მიადვილდებაო ცდომა ჩემი საკუთარი მოგონებების მიმართო. ილიანა ამბობს, რომ მე მქონდაო ძალიან ბევრი ტრავმები. ჩემმა სხეულმაო გადაიტანაო ძალიან ბევრი უსიამოვნება. მე მქონდაო ძალიან ბევრი ტრავმები ფიზიკური. ხო და მე არასდროს არ ვიცლიდიო ჩემ სხეულს, ამბობს ილიანა. კი, მე ხან მოკლესმები მქონდაო, ხან გრძელი თმები, მაგრამ მე არასდროს შემიცლიაო ჩემი თმის ფერი, მე შეღებილი მქონდა მეგონა თმები. და თუ იყო საჭირო, მაგალითად მე გამოვიყურებოდიო როგორც უცხო პლანეტელებიო, მე ამის გაკეთება მიწევდაო, მაგრამ ჩემი სული, ჩემი შინაგანი მდგომარეობა იყო ჩემი საკუთარი. ჯენსენკი ამბობს, რომ ბევრი თანამედროვე ესე იგი ლოგინები, თანამედროვე ტექნიკური ეს კაფსულები
შეიცავსო კომპიუტერებს, მასზე დაყენებულია კომპიუტერები და ეს კომპიუტერები უშვებენო ლაზერულ სხივებსო, რომელიც ქმნისო დუპლიკატ მეხსიერებისო სამ განზომილებიან დუპლიკატს. მეხსიერების სამ განზომილებიან დუპლიკატს და ამას უშვებსო მე ადამიანის ტვინში. და ეს ტექნოლოგიები შეიძლება გამოიყენო ცრუ მოგონებების შესაქმნელათო. ეხლა განახევთ თქვენ პროგრამებში ერთი სავარძელზე იყო აქ საუბარი, მაგრამ მე თვითონ ვერ დავადგე მაგას რაც ამბობს. და მე მინდა თქვენ ახლა განახოთ მეორე ვარიანტი სავარძლებისა, რომელსაც იყენებდნენ პროგრამებში. აკე, ხედავთ? მე ესკეთება მეხსიერების წასაშლელად სპეციალური ტექნოლოგია, სავარძელში ჩაგაწვენენ, ან დაგაჭვენენ და ან გიჩვდიან მეხსიერებას, ან ახალ მოგონებებს გიდებენ ტვინში. ხო, როდესაც ადამიანი ხდება ამ კრესლში, პროპალონის ლენტა აფიქსირებს მის მდგომარეობას, პარალიზებას უკეთებს ობიექტს, რომელიც უნდა გამოიკვლიონ, ჰოლოგრაფიული დისპლეი, რომელიც განლაგებულია თავის ზევით. ახლა მე თქვენ უფრო გადიდებულ ვერსიით შემოგთავაზებთ, აგერ გავადიდე სპეციალურად. ეგრე. ხო. შემდეგ გადადიან ისეთ რეჟიმში, მუშაობის ისეთ რეჟიმში, რომ ვერავინ შეწყვიტოს ამ სანამ ჩართულია ეს სავარძელი, ამ სავარძლის მუშაობა ვერავინ შეწყვეტს, შეუშვეს ხელს და ვერავინ შეწყვეტს ამ მუშაობის პროცესს, სანამ არ დამთავრდება. როდესაც სავარძლის მუშაობა აქტივიზდება, ოთახი ივსება ღია ფერის განათებით. და ეს განათება გამოიყურება როგორც პატარა წერტილი, განათებული წერტილები, როგორც ვარსკვლავები ანათებენ. ხო, თეთრი მოთეთრო ალების სინათლის. და თქვენი მოგონებები თანდათანობით ნელ-ნელა თქვენი მოგონებები ქრებაო. მე ხა თქვენ განახევთ ახალ გამოგონებას, რომლის დახმარებით კურნავენ კიბოს. Это называется гироскопическая радиохирургия ЗЭПС, в которой используется гироскопическое движение для получения дозы света с линейной точностью мощности дозы в определенных местах. Как вы можете видеть на этом фильме? Он показывает, как вы прямо здесь видите, что он поражает определенные места, и это очень точно. Но ближе к концу этого небольшого видеоролика говорится о машине времени. Я хочу спросить вас обоих, что это значит. Так что пусть игра продолжается и дальше, и ближе к самому концу, как будто мы подходим прямо сейчас, будет написано «машина времени». Так что я хочу спросить вас, что это значит. Итак, прямо сейчас представьте себе машину времени для всего мира. А теперь скажите, что они хотят этим сказать. Поверните время вспять и удалите свой... საქმე იმაშია, რომ ახლა ილიანამ თქვა ერთი რაღაცა, რაც სამწუხაროდ შეესაბამება სიმართლეს. ხო, უკაცრავად ასე რომ ვიყურები, ვერ ვხედავ გაჩიჩული ზოგჯერ არ ირთვება ხელის დაჭერით. მე ხომ ნაუგად ვუჭერ ხელს და გონია ჩართულია და მწითელს ვერ ვხედავ ხარეული მოსხედულობა კატარაქტის გამო. ხო და სამწუხაროდ ილიანამ თქვა ასეთი რაღაცა. სამწუხაროდო დღევანდელ დღეს ქიმიოთერაპია ვერ შველისო ონკოლოგიურ დაავადებებსო. ის ვერ კლავსო სიმსივნეს. სამწუხაროდ კი, აბა მე არ ვიცი ავადმყოფობებს ავადმყოფი რო გზობს თავს, უკეთესად საიდან გზობს თავს, ხო? არა. ის ვერ აშორებს ბოლომდე სიმსივნეს. და აი ეს თქვენ ხოლმე განახეთ ვიდეო, ეს აპარატები არა, ეს არა საწოლ. ეს აპარატები სპეციალური აპარატებია,
რომლებიც დაბალი დასხივებით რაღაც სიხშირეებიც არის აქა, ოღონდ როგორ ხდება ეს დასხივება, მე კიდევ არ ვარ კარგად ვერ ვიყავი ამ ტექნოლოგიაში, მაგრამ ვიცი რომ ნაკლები დასხივებით ხდება 100%-იანი სიმსივნის განადგურება და იმასთან ხო იმის სანაცვლოდ თუ დღევანდელ დღეს როგორ ახდენენ ქიმიოთერაპიას თუ შედარებ დღევანდელი ახლანდელი მეთოდს კურნალობისა ქიმიოთერაპიას სიმსივნის საწინააღმდეგო მეთოდისა არა ეფექტურია თურმე. და ილიანა ამბობს რომ როდესაც ავამტყობს სიმსივნით ავამტყობს უწევწო საათობის მიხედვით ამ წვეთოვანის დაყენებული წვეთოვანთან ერთად დაშდომაო ეს თუნდაც ხილური თუნდაც ქიმიოთერაპია ანადგურებს ორგანიზმს სრულიად სხივური თერაპია პატარა დოზებში იმუნურ სისტემას არ ასლაბებს მაგრამ ქიმიოთერაპია პირიქით ანადგურებს ყველაფერსო ან დასხივების დიდი დოზები რომელიც ანადგურებს ყველაფერს და ეს ახალი აპარატურა რომელიც მე თქვენ განახებთ არ კლავს იმუნურ სისტემას აქ იმ დასხივების მცირე დოზას იყენებენ რაღაცასთან ერთად ხო კიდევ მინდა დავამატო ხო აქ არის მე გადავწყვიტე რომ ბოლომდე ამ ვიდეოს არ გადავთარგმნე რადგან იქ ბევრი ისეთი საკითხებია რასაც რაც შეიძლება ჯერ სამედიცინო ლოგინები შეიძლება ყველა მოვესწროს სკეპტიკულად მიიღო და იქ ბევრი ისეთი საკითხებია რასაც შეიძლება ბევრმა ვერ მიიღოს ეს ინფორმაცია ამიტომ რადგან თემა ეხება ლოგინებს მე გადავწყვიტე ამ თემით დავამთავრო და ერთ-ერთ სიტყვი ერთს დავამატე კიდევ იმას რომ ამ სამედიცინო ლოგინების დახმარებით შეიძლება თავიდან გაიზარდო კბილები ამბობს ილიანა და თუ თქვენ მიხვალ სტომატოლოგთან დაეწყოთ რომ კბილები თავიდან გაგიზარდოთ ისე გეტყვით რომ მას ჯერ ასეთი ამდაგვარი ტექნოლოგიები არ აქვს არა და ლოგინების საშუალებით სამედიცინო ლოგინების საშუალებით თქვენ შეგიძლიათ კბილები თავიდან გაიზარდოთ და მეცნიერად შორია ის დრო და სხვა შორის ხო ვიხედე ხსევით რაღაცა ფრიალებდა და შემეშინდა სხვა შორის არის ცდილობა ვენდი კრამერმა ეცადა ეს სამედიცინო ლოგინები ხალხისთვის გამოიშვა და ფულის ძიებაში მიმართა მთავრობას, მაგრამ იქ უთხეს ვარი სამხედროელებს კი არ უნდათ რომ ხალხმა მიიღონ ეს საწოლები, მაგრამ უნდათ პროტოტიპი საწოლების პროტოტიპები მიაწოდონ ხალხს, ესე იგი არ უნდათ რომ ხალხი სრულიად გამოჯამრთელდეს და მოდით ამით დავამთავროთ. მადლობა ყურადღებისთვის.